მოგესალმებით რადიო სვენებლო, ეთერში არის ფინანსური კვირა და კვლავ ტრეიდერების საფთან ერთად მე რატი ქირე გახლავართ, ტრეიდერების საბის ხელმძღვანელი. ნიკა წივიწივაძე კვლავ გვერდება ტრეიდერების საბის მენტორი, ჩემი თანაწამყვანი და როგორ ხარ ნიკა, დღეს რა ამბები გვაქვს? მოგესალმებით, საინტერესო კვირა გქონდა და უფრო საინტერესო კვირა გვიახლოვდება. ჩვენი წინა შეხვედრიდან დღევანდელ შეხვედრამდე მოხდა ბევრი რაღაცა ისეთი სიახლე, პირველ რიგში ის რომ იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, სადაც ძირითადად დიდმა და წამყვანმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა მოთამაშეებმა ისაუბრეს, თუმცა ბატონი ტრამპის სიტყვით გამოსვლამ აბსოლუტურად გადაფარა ყველას ნააზრები, ყველას ნასაუბრები, იმიტომ რომ წაიღო მთლიანი ყურადღება საკუთარ სიტყვებზე, სადაც ისაუბრა იმაზე, რომ მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ამერიკა იყოს პირველ ადგილზე. ის სავაჭრო გარიგებები ქვეყნებს შორის, რომელიც მის ბაზარს არ წარადგენდა, დაიწუნა და ისაუბრა იმაზეც, რომ აუცილებლად ჩემი ქვეყნის, ანუ ამერიკის საფონდო ბრიჯის ბაზარი გაორმაგდება ამ წელსო და ეხლა თუ არის 25,000-ზე ინდექსი, ავა 50,000-ზე აუცილებლად, რასაც მოყვა ბევრი კრიტიკაც, როგორც მისი ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ჟურნალისტებიდანაც. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ამბავი, რაც ეგ ღონისძიება ალბათ კარგად განსახილველია, იმიტომ რომ ტრამპის გამოსვლა უცნაური არ იყო, რა თქმა უნდა ტრამპი ტრამპაობს და თავისი გამოსვლებით გამოირჩევა, მაგრამ ზუსტად მანამდე იყო, თუნდაც ის ალბათ თუ გახსოვს, რა თქმა უნდა გახსოვს ის პროცენტული ბეგა, რომელიც დაუწესა ევროპას, ევროპულ ქვეყნებს, ვინც არ ეთანხმება, რომ გრენლანდიის მისაკუთრებაში არ დაეხმარება, რომ როგორც წინაზე ვისაუბრეთ, რომ როგორც ამბობს სჭირდება მას უსაფრთხოების მიზნით ამ გრენლანდიის ტერიტორიაზე, მოგეთ რომ გააძლიეროს თავისი ჯარები. და მას ამავე ფორუმზე იყო, აი საქართველოს ვერ ვეხებით ხოლმე ჩვენ ძირითადად, იმიტომ რომ ძირითადად ვეხებით ხოლმე სოფლიო ბაზრებს, მაგრამ ერთი რაც საინტერესო ფაქტი იყო, ის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეგეთი მოგეთ სატრანზიტო დერეფანის გახსნაზე იყო საუბარი მათ შორის, რაც ნიშნავს ავტომატურად რომ დიდი არის შანსი. ნუ ესე თქმა უნდა ადრე თუ გვიან მოხდებოდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს დადებული მშვიდობის აქტი, რომლის ავტორი ტრამპი არის და მან მოახდინა ეს, რა ვიცი, 30 წლიანი გაუგებრობის დაბალანსება, პრაქტიკულად აღარ მოუწევს სატრანზიტო მოძრაობა იმ ავტომობილებს თუ იმ, რა ვიცი, ტვირთებს, რომლებსაც სჭირდება სომხეთში ან აზერბაიჯანში პირდაპირ მოხვედრა, მათ პირდაპირ შეეძლება ერთმანეთთან მიმოსვლა, ოღონდ როდის მოხდება ეს უახლოეს პერიოდში, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდება და მალე მოგვარდება. ნუ ესეც ჩვენი პატარა ეკონომიკური ამბავი საქართველოზე, რომელიც რა თქმა უნდა კარგი არ არის, მაგრამ იმედია რომ გვაქვს ალტერნატიული წყაროები, რითაც მოხდება აი ამ ბჭყალებში დანაკარგის აღმოფხვრა და გამოსწორება. კიდევ რამე ისეთი საინტერესო ხო არ იყო იმ ღონისძიებაზე, სადაც მოკეთ მთელი სოფლიო შეიკრიბა თითქმის, მაგრამ სიაში არ იყო, მე მგონი თუ არ ვცდები დანია. დანია არ იყო, რომელიც მათ შორის საუბრობდნენ იმაზე, რომ მოკეთ დანიელები არ დაპატიჟესო. მაგრამ მეგონი საქართველოს არ იყო მაგ მშვიდობის შეკრებაზე. არა, საქართველოს არ იყო. დანარჩენი რაც საუბრეს იყო ძირითადად გლობალური საკითხები, იყო ხელოვნური ინტელექტის დომინაცია და კონტროლის მექანიზმების შესახებ განხილვები, თუ როგორ გააკონტროლონ ამ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ისე რომ კაცობრიობისთვის საზიანო არ იყოს, ასევე იყო ზოგადად საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური ლიკვიდობა როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამისთვის და ასევე ისაუბრეს გეოპოლიტიკურ რისკებზეც, რაც ნუ ლოგიკურია, იმიტომ რომ ბევრი კონფლიქტი მიმდინარეობს და კიდევ რამდენიმე შეიძლება ჩამოყალიბდეს მთელ მსოფლიოში. ეს იყო ძირითადი განსახილველი საკითხები, რაზეც არაერთმა როგორც ინსტიტუციის მართავმა ადამიანმა, ასევე პოლიტიკურმა ფიგურამ ისაუბრა ამ შეკრებაზე, ესე რომ ვთქვათ. დანარჩენი ჩვენი შეხვედრიდან დღემდე პატარა მიმოხილვას გავუკეთებ ჩვენ საფონდო ბრიჯებს, ჩვენს ამერიკის საფონდო ბრიჯებს. 15 იანვრიდან დღემდე პერიოდში საფონდო ბაზარი გადავიდა უკვე გადაწყვეტილების მიღების ფაზაში, რაც გამოწვეულია იმით, რომ იქ და კვირაში გვაქვს რეფინანსირების განაკვეთის გადაწყვეტილების გამოცხადება. ეს ანიშნავს იმას, რომ ბაზარზე გვაქვს რაღაცა პანიკა ან რაიმე, უბრალოდ შემცირებული არის რისკის უნარიანობა ინვესტორების მიერ, ამიტომ გვაქვს შედარებით დაბალი ზრდები. გარდა ამისა, შეინიშნება
ის რომ ვოლატილობა იზრდება ბაზარზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ერთ დღეს ერთი სექტორი იზრდება, მეორე დღეს მეორე სექტორი, რაც მიგონიჭებს იმაზე, რომ ბაზრიდან ფული არ გადის, თუმცა გადაედინება ერთ სექტორიდან მეორეში, რაც განპირობებულია იმით, რომ ერთ დღეს მაგალითად თავდაცვის სექტორზე კეთდება აქცენტი რაღაცა გარკვეული ინფორმაციებიდან გამომდინარე, მეორე დღეს კეთდება თუნდაც იშვიათ მინერალების მომპოვებელ სექტორზე ყურადღება რაღაცა ინფორმაციებიდან გამომდინარე და საბოლოო ჯამში ეს ფული მაინც ტრიალებს საფონდო ბირჟაზე და ბაზარს არტოვებს. თუმცა უნდა ვიყოთ ყურადღებით მომდევნო თვეში, ამის შემზადებას უკვე ნელ-ნელა დავიწყებ, ჩვენი მსმენელების შემზადებას დავიწყებ, რატომ უნდა ვიყოთ შემდეგი თვის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით, იმიტომ რომ ფისკალური წელი სრულდება მარტში და თებერვალში შეიძლება მოხდეს უკვე დიდი მოთამაშეების მიერ მოგებების დაფიქსირებები, რამაც ბაზარზე შეიძლება შემოაგდოს რყევები, აწიოს ვოლატილობა და ასე შემდეგ. და ასევე უკვე ბაზარი არის ისეთ პერიოდში, რომ რა თქმა უნდა ახალ რეკორდულ ნიშნულებს უახლოვდება და ამის დაგამო ინვესტორები უფრო უკვე ეკონომიკური სიახლეების მიმართ, ეკონომიკური ცვლილებების მიმართ უფრო მეტად სენსიტიურები იქნებიან და აქედან გამომდინარე გაკეთდება უკვე ყველაფერი მოლოდინები იმის შესახებ, ბაზარი გაიზრდება თუ წამოვა ქვემოთ. რაც შეეხება ამ ეკონომიკურ ცვლადებს, რაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გამოდის თლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკური ცვლადი, ასევე გამოდის უმუშევრობის მაჩვენებელი და ხვალ გამოდის უშუალოდ ის ნიუსი ანუ ეკონომიკური სიახლე, რომელიც შეეხება საფონდო ბირჟებს. ეს არის პროდუქტების და სერვისების წარმოების ინდექსები. რაც შეეხება იქ და კვირას გამოდის რეფინანსირების განაკვეთის გამოცხადება, რაც ჩემთან გასაკვირად ნავარაუდებია, რომ არ შემცირდება. კი. ჩემთან გასაკვირად ნავარაუდებია, რომ არ შემცირდება და ვნახოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის და გამო შეიძლება ბაზარზე ვიხილოთ ცოტა ხნიანი კორექცია. ვინაიდან რადგანაც მოლოდინი მაინც იყო და გრძელდებოდა შემცირებები, ეხლა თუ არ შეამცირეს და ეს ტენდენცია ცოტა ხნით დააპაუზეს, რაღაცა პერიოდის განმავლობაში შეიძლება ვიხილოთ, რომ ღირებულება აქტივებიდან გადადის უკვე დოლარში, რაც გამოიწვევს დოლარის გამყარებას სხვადასხვა აქტივების მიმართ. ეს იყო მოკლე მიმოხილვა ჩვენი ეკონომიკის და საფონდო ბირჟების. კი ბატონო, ხო ძალიან საინტერესო ასპექტებს გავუსვი ხაზი, იმიტომ რომ საკმაოდ დატვირთული თვე გველის იმ ახალი წლების შემდგომ და ნუ პირველ რიგში საყურადღებო არის ის რეფინანსირების განაკვეთი, რომელსაც უკვე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე იგივეს დატოვებენ, ანუ არ მოხდება ამერიკაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. ნუეც რაღაც დოზით ნიშნავს, რომ ალბათ დიდი ალბათობით ინფლაციასთან მიმართებაში უფრთხილდებიან, რომ ინფლაცია არ გაიქცეთ და ამ ინფლაციის კონტროლის გამო გონია რომ ეხლა შემდგომ თქვა რომ აი უეჭველი გონია რომ თებერვალში მოხდება დაკორექტირება რეფინანსირების განაკვეთის, იმიტომ რომ თან უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება ინფლაციის ჭრილში, ინფლაციის მაჩვენებელი რამდენად იქნება ანუ შემცირებული, თუ მზარდი იქნება, არ უნდა იყოს ესეთი გაქცეული როგორც ადრე იყო, მაგრამ პლუს მინუს რაღაცა აიწევს პრინციპით ნელა ეს ყველაფერი ალბათ მოკეთ მოვერევით ამ მიმართულებას, რომ ყველაფერი ჩამოყალიბდეს სწორად. ხო, მოკეთ ბევრი კარგი ინფორმაცია არის. რაზეც შეიძლება რომ დღეს ვისაუბროთ და არაერთი ინფორმაცია შეგვიძლია რომ მოკეთ გავაზიაროთ და თუ ვინმეს გინდათ რომ ჩვენზე მალე მოახდინოთ ამ ინფორმაციების მიღება და გაანალიზება, კიდევ ერთხელ მინდა რომ შეგახსენოთ რომ არის ქართულ ენაზე ჩვენს მიერ შექმნილი ანალიტიკური მოკეთ პლატფორმა BBG.GG, ანუ იგივე კატა ჟურნალისტი და არა ჯორჯიას ჯეის შემთხვევაში ვამბობ, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ, იმიტომ რომ ქართულ ენაზე იდება ის იმ კომპანიებზე ანალიზი, იმ აქტივობების სექტორებზე ანალიზი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და რეალურად დაახლოებით დღეში სადაც 10 სტატია მაინც იდება ქართულ ენაზე, სადაც შეგიძლიათ რომ გაეცნოთ ინფორმაციებს გლობალურ ბაზართან მიმართებაში. ხო, social Excel-შიც Bulls and Bears ჟურნალს ჩაწერთ და ჩვეულებრივად მონახავთ. ფიძე ამოგივარდებათ ყველა ინფორმაცია, რასაც ვთქვით. აი თუნდაც ჩვენი ვებ პლატფორმიდან გავეცანი, ძალიან საინტერესო ინფორმაციები გქონდა გაზიარებული. თუნდაც მაგალითად Deutsche Bank-ის რჩეული კომპანიები, სადაც გადასწრების სფეროში, რომელთა საქმიანობასაც უნდა დავაკვირდეთ. ანუ გვირჩევს Deutsche Bank-ი კომპანიებს, იმიტომ რომ საზღვაო გადასწრების სფერო საკმაოდ სუყე მიმართულება არის და გლობალური ვაჭრობისთვის თანამედროვე ლანდშაფტში მნიშვნელოვანია ცვლილებების განიცდის, იმიტომ რომ პრინციპში ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გრენლანდიაზე ასე ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს ამერიკას, მათ შორის არ ვიცი ეს ამდენად სიმართლეა, მაგრამ ალბათ კიდევ ერთხელ დასადასტურებელია, იმიტომ რომ ამაზე არ საუბრობენ ხმამაღლა.
იქ ყოფილა თურმე ერთი არხი, რომელსაც უკვე შეუძლიათ უკეთ გეიმს შეუძლია რომ გაიაროს და აღარ თუნდაც დაარტყას წრე ბოსფორის სრუტიდან ან პირდაპირ ან მოკლე გზა არის უკვე სავაჭრო ვთქვათ გემებისთვის და საზღვაო გადაზიდვებისთვის და უკეთ ბევრი მიზეზია რატომაც მარტო იმიტომ რომ მათთვის საფრთხეების თემა მაინტერესებს იმიტომ რომ საკმაოდ დიდარი არის ეს ყველაზე დიდი კუნძული თავისი მინერალებით იმიტომ რომ ბევრი მომპოვებელი კომპანია სწორედ იქ არის განთავსებული. მოკლედ Deutsche Bank-მა დაასახელა საზღვაო გადაზიდვების სექტორის წამყვანი კომპანიები, რომლებიც სტრატეგიულად ხელსაყრელ პოზიციაში არიან, რათა ისარგებლონ მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობით და აღნიშნული არეულობით გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო მარშრუტებსა და ეგრეთ წოდებულ ტონა მილის მოთხოვნაზე. ტონა მილის მოთხოვნა იგივე არის, რაც გადაზიდვებისა სატრანსპორტო სფეროში გამოყენებული ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც ზომავს ტვირთის გადატანის შესრულებულ მთლიან სამუშაოს. როგორც მოიხსენება COVID პანდემიის დროს და ზოგადად სოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ვთქვათ სრუტე, რომელიც ჩვენ რაღაც მომენტში ვთქვათ გაიჭედა და ამ სრუტის გაჭედვის გამო მოხდა მთელი კოლაფსი საფონობირიჟების. და ამიტომ რეალურად სოფლიო მუდმივად ეძებს ახალ მიმართულებას თუ როგორ შეიძლება რომ ამ მიმართულებით განვითარდეს. ესენი არის International Seaways კომპანიამ წარმატებით მოახდინა იმ გეოპოლიტიკური შეფერხებების აღმოფხვრა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტონა მილის მოთხოვნაზე. Scorpio Tankers-ი იგივე შემთხვევაში ეს კომპანიაც საინტერესო არის, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის შემთხვევაში სწორად იყენებენ თავიანთ გადაადგილების მარშრუტებსაც. Star Bulk Carriers ეს კომპანია პირდაპირ სარგებელს მიიღებს თუ გეოპოლიტიკური შეფერხებები ბაზრის მუდმივ მასშტაბებს დარჩება. და ბოლო არის Genco Shipping, ანუ კომპანია, რომელიც გამოყოფილია მისი ძლიერი პოზიციის გამო მშრალი ტვირთების სექტორში. მოსაოდნელია, რომ ამ კომპანიამ არსებული ცვლილებების გამო სავაჭრო მარშრუტების მიმდინარე შეფერხებით იყოს გამოწვეული. ანუ ბევრი მიმართულება არის, რასაც ზოგადად ბანკები აკვირდებიან და ესე თამამად ვიზიარებენ ხოლმე თავენ წამოდგენას. და იდეაში კიდევ ერთ-ერთი ფაქტი, მაგალითად, რაც შეხვდა სოციოაუქციაში, რომ ულოცავენ AMD-ის ინვესტორებს, იმიტომ რომ AMD-ის კომპანიამ 6%-ით ნიშნულით გაიზარდა და სწორედ ამ დაოსის შეკრებაზე მოხდა ეს ფაქტი, რადგან სწორედ საუბარი იყო იმ მიკროჩიპების წარმოებაზე და იმ მხარდასაჭერ კომპანიებზე, რომლებიც ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ. კი, AMD-ზე მეც მინდოდა მეთქვა. მაგ დაოსის ამბის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ამ კომპანიის მიმართ ყურადღება და ბევრი ანალიტიკოსის მიერ წამოვიდა აზრები, რასაც მეც ვეთანხმები და მინდა ვთქვა, რომ 26 მოკლედ კომპანიას ნაწინასწარმეტყველები. ამის მიზეზი არის ის, რომ შექმნეს ესეთი პლატფორმა, პროდუქტი Helios-ი, რომელიც არის ერთიანი სერვერული სისტემა, GPU-ების დატვირთული და ბევრად უფრო სწრაფად აკეთებს ყველანაირ ოპერაციას, ვიდრე მისი წინამორბედი. ამის გამო AI გიგანტებისთვის უკვე მომხიბლებლად მიიჩნევა Nvidia, კი ბაზრის ლიდერი Nvidia კი არა, AMD უბრალოდ ბაზრის ლიდერი არის Nvidia, მაგრამ წლიდან წლამდე AMD-მ საკუთარი წილი 15%-დან უკვე 30%-მდე გაზარდა. მაგრამ მაინც რო შევატაროთ, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა ხოლმე განხილვა, რომ Nvidia ჯობია თუ AMD, მაგრამ რიცხვები გვეუბნებიან თავისას არყუიან, იმიტომ რომ მთლიანი კომპანიის AMD-ის ღირებულება ამ ეტაპზე შეადგენს 403 მილიარდს და მეტი არა, მაშინ როცა Nvidia კომპანიის ღირებულება ჯამურად შეადგენს 4.4 ტრილიონს. არც ჯერ დიდი. ვეც კი შეეცდება რომ მივახოლოს, გასაგებია რომ Nvidia-მ თავისი დიდი როლი ითამაშა ხელოვნური პროდუქტების შექმნაზე, AI სისტემების ჩამოყალიბებაზე და რა თქმა უნდა, საინტერესო ფაქტი არის ეს. ხო, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზი, რომელიც წინა წელს იყო და ალბათ ვინც გვისმენს ახსოვთ ვთქვით, რომ აუცილებლად პირველ კვარტალამდე და პირველ კვარტალის დახურვამდეც კი შეიძლება რომ ოქრო გახდეს $5,000 და მეტი.
მე მგონია რომ ეს ჩვენი პროგნოზი თავისუფლად მართლება, იმიტომ რომ ოქრო ამ ეტაპზე 1 უნციის ღირებულობა უკვე $4,850-მდეც კი უკვე ავიდა. ეს ნიშნავს, რომ სოფლიოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულება მატულობს, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ეგეთ წებულ safe zone-აზე, ანუ დასაცავ და მოკეთ უსაფრთხო ზონაზე ამხელა მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები კვლავ ელოდებიან რაიმე პოტენციურ თუნდაც ფინანსურ დაძაბულობას არ აუცილებელი მაინც რომ რაღაცა ხელჩართული ბრძოლა და ომი იყოს, ფინანსური მათ შორის ეგრეთ წოდებული დადებული სანქციები, ტრამპის მიერ წამოწყებული რაღაცა დაცალებით მოთხოვნა რომ უნდა მოხდეს ყველას ჩართვა, გვაძლევს იმის საშუალებას ფიქრს, რომ კიდევ უფრო მეტად იქნება მოკეთ ორივე მხარე მოკეთ დაძაბული მსოფლიოს ორივე მხარე. ამავდროულად ისიც უნდა ვთქვათ, რომ სწორედ ამ დაოსის შეკრების პერიოდში ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა და ეს მკვეთრად დაცემა სწორედ იმ სანქციების თემასაც ეხება, რომლებიც ესე მარტივად გამოაცხადეს და მოკეთ დაეცა და ზუსტად $95,000 ღირდა 19 იანვარს. ანუ საუბარი მაქვს რომ ამ კვირის ორშაბათს კომპანია ღირდა $95,000 და ზუსტად აი ამ პერიოდშივე $87,000-მდე ჩამოვიდა ერთი ბიტკოინის ფასი და ამ ეტაპზე ნელა ბრუნდება $89,000-90,000 მაჩვენებელს. მოკლედ სენსიტიური არის სოფლიო ბაზრები, გრძნობენ დაძაბულობას, გრძნობენ გაუგროვებას, რის გამოც კრიპტოს მოყვარულებს, რა თქმა უნდა, ეს პროცესი აჩვევს არც მე მიხარია, იმიტომ რომ არ გვეღირისა 100,000-იანის ნიშნული და მეტი არა და უფრო დიდის მოლოდინი გქონდა წინა წელსაც და ამ წელსაც. ნახოთ როგორ განვითარდება. ხო, მაგასთან ემატა კიდევ ის რომ კრიპტოზე ვინც ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად ვაჭრობს, კრიპტო უყვართ, იმიტომ რომ კრიპტო არის 24/7-ზე ხელმისაწვდომი. თუმცა როგორც NASDAQ-მა ეხლა S&P Global-მასთან ანონსა, რომ მეორე კვარტალიდან უკვე 24 საათიან სავაჭრო სესიებზე გადადიან ორივე მათგანი და ამანაც შეიძლება რაღაცა უფრო მეტი ყურადღება და უფრო მეტი კაპიტალი გადაიტანოს საფონდო ბირჟებზე სხვადასხვა ბაზრებიდან. კარგი, ბიტკოინზე ხო წინადან შეხვედრას ვისაუბრეთ, რომ გამოღვიძების ფაზაში ხომ არ არისო, თავს ესეთი კითხვის ნიშანი, თუმცა როგორც ჩანს ჯერჯერობით უბრალოდ ხო, ჯერჯერობით უბრალოდ ფხიზელი ძილი ხონია. ხო, არ გამოგვივიდა რეალურად ძალიან ცუდი მოვლენა არის, როცა ველოდებით და რაღაცა გვინდა რომ მოუწიოს, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები. ხო, მოკეთ საერთო ჯამში რეალურად ამერიკის ეკონომიკური უთანასწორობა რეკორდული ნიშნულს აღწევს, ისეთი საინტერესო ინფორმაცია დაიდო ზუსტად 2 საათის წინ ჩვენს პლატფორმაზეც და ესეც საკმაოდ საინტერესო არის, იმიტომ რომ რეალურად სარეზერვო სისტემის თემატიკაზე ბრუნდება, პრობლემატურია, რომ ვარაუდობენ, რომ შეიძლება ეს დაწევა, რომელიც ანუ საპროცესო განაკვეთის დაწევა შეიძლება ძალიან ნაჩქარევი იყო. ამავდროულად მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში უკვე იწყება არჩევნები და ნენელა რაცა და ხურდება სავით პროცესი, რომ უკვე გრძნობენ, რომ ვინ უნდა იყოს დემოკრატები თუ კვლავ რესპუბლიკები რჩებიან და ამავდროულად ისიც უახლოვდება, რომ ჯერომი პაუელი ფედერალური რეზერვის განაკვეთის ხელმძღვანელს უკვე ვადა ეწურება. და Polymarket-ზე, ეგეთ წებულ პლატფორმაზე უკვე რაღაცა პროცენტული გადანაწილება მიმდინარეობს თუ ვინ იქნება შემდეგი, ანუ რომელ ადამიანს დაუჭერს ტრამპი რეალურად რომ იყოს შემდეგი ფედერალური რეზერვის განაკვეთის ხელმძღვანელი. იმიტომ რომ მოგეთ ესეც ძალიან ისეთი სადაო მომენტი არის, რომ ნახოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის მთავრობა ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ხისტად ერევა ეროვნული ბანკის აქტივობებში და საქმიანობაში, რაც პირდაპირ აკრძალული არის და ყოლა დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს ცალკე არსებული დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც რეალურად პოლიტიკით არ კონტროლდება, არამედ მას ყავს თავისი საბჭო და საბჭოში ხდება სწორედ იმის შერჩევა და ანგარიშება თუ ვინ მოუხდება მოკეთ მართლობით ჭრილში აი ამ სისტემას. ხო, ამიტომ უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ ეს პრობლემა რო ამერიკაში გვაქვს უკვე თუნდაც შიდა ეკონომიკური უთანასწორობის რეკორდული ნიშნულს მიღწევა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა რიცხვები ერთია, მაგრამ მდგომარეობა ამერიკაში სხვა იყოს და ის რეფინანსირების განაკვეთის სწრაფი
შემცირება და სწორედ ის რომ ახლა აღარაც შეერებენ, ახლა აღარ აპირებენ შეამცირონ. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესეც იყოს, რომ ვერ ხედავენ იმ მიზანს თუ რატომ უნდა მოხდეს შემცირება მაშინ, როცა შიდა რაღაცა პროცენტული პრობლემა გააჩნია. უმეტოდ ტრამპის თუნდაც გამოსვლები რო დავაკვირდი, უფრო მეტად გავდა რაღაცა წინასაარჩევნო კამპანიასავით იყო, რომ ამერიკელების გული მოეგო, რომ ის თუნდაც ინდექსების გაორმაგება, რაღაცა შემოსავლების და რაღაცა დაპირებების ფორუმი უფრო იყო ჩემთვის ვიდრე ის, რომ მშვიდობის აქცია ხელმოწერაზე ორიენტირებული რაღაცა ამერიკის პირველი პირი. ამიტომ რაღაცა უფრო PR კამპანიას იმსგავსება, რომ მისი შემდეგი რაღაცა მომდევნო რაღაცა წარმომადგენელმა მოახდინოს არჩევნებში გამარჯვება. მაგრამ ცოტა მეეჭვება, რომ მოახერხონ, რა ვიცი. მე მაგას ალბათ ახლოს რომ მივახოლდებით არჩევნებს, გამოიკვეთება შენი სუჭერ ხალხს. გამოვამანამდე კიდევ ციფრებიც ასე შემდეგ რაღაცა. ხო, თუმცა ამ ეტაპზე რასაც ტრამპი აკეთებს თავისი შიდა ქვეყნის აქტივობიდან გამომდინარე, ბევრი რაღაცა ძალიან სწორი რეფორმა აქვს ჩემი აზრით, მაგრამ ალბათ ესეც სადაო არის, ვის რა კუთხით შეიძლება რომ დაინახოს, მაგრამ ბევრი რაღაცა აქვსაც ნეგატიურად შეიძლება რომ გამოიკვეთოს. ხო, თუნდაც ახლა უთანასწორობაზე რო ისაუბრეს რას გულისხმობს ეს უთანასწორობა, რომ ქვეყანაში რეალურად საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები უფრო გაიზარდნენ და ეს რაღაცა და უფრო მოშორდნენ მდიდარი ხალხი იმ საშუალო ფენას და უფრო გაიზარდა მათი ქონება, რაც პირველ რიგში იმით არის გამპირობებული, რომ რეფერენსების განკვეთი შემცირდა, რამაც ზურგის ქარი მიცა მოკლედ მდიდარი ხალხის აქტივების ფასების დასს და მაგიტო გვაქვს ესეთი სიტუაცია. ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად 2025 წელს მესამე კვარტლის მდგომარეობით ამერიკული ოჯახების 1% ფლობდა ქვეყნის მთლიანი სიმდიდრის 31.7%. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 1999 წელს საოჯახო მეურნეობის ქონების აღრიცხვა დაიწყო. მაშინ, როდესაც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი სიმდიდრის და შეფერხდა ან საერთოდ გაშეჩერდა. უმდიდრეს ფენა კვლავ განაგრძობს ქონების დაგროვებას. ანუ ეს ნიშნავს, რომ მკვეთრად ჩნდება მდიდარი და ღარიბი. ანუ შუა ფენა რეალურად იკარგება და ეს შუა ფენის დაკარგვა საკმაოდ ტრაგიკული არის, იმიტომ რომ ასეთი უფრო აზიური ქვეყნები მახსენდება, თუნდაც ინდოეთის შემთხვევაში, რო ვიცით, რომ ჩვენი ბევრი იუთუბერი იღებს და ჩასულან და ხედავდით, რომ არის რადიკალურად განსხვავებული ინდოეთსაც, კვებაც კი საორჭოფო არის გადარჩები თუ არა და მეორე რადიკალური ინდოეთი, სადაც უმდიდრესი ხალხი ცხოვრობს და შუა ფენა არ არსებობს ოფიციალურად. აი ეს ემართება, რო ვთქვათ, ძალიან კიდევ უფრო მარტივი გასაგები ენით, აი ეს უწევს და ეს პრობლემა გამოჩნდა ამერიკაში. სწორედაც რომ ეს საშუალო ფენა არის ის ფენა, ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკურ დეველოპმენტს ქმნიან ქვეყანაში. კი ბატონო. და ეს ამ საშუალო ფენის გაქრობა ყველა ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი ამის ისტორია გვეუბნება. თუმცა ამერიკა ცნობილი იყო საშუალო ფენის სიძლიერით, არაერთი, რა ვიცი, დეკადა თუ საუკუნე, მაგრამ ნახოთ იმედია, რომ ეს ფენა არ დაიკარგება, იმიტომ რომ ეს ფენა მართლა რომ თავარი მარჩენალი და ხერხემალივით არის, რომ აი ეს ხერხემალი წვეთს როგორ განვითარდება და როგორ შეივსება თუნდაც მარაგები. მოკლედ ეს იყო ჩვენი ხუთშაბათის ფინანსური კვირის შეჯამება. იმედია რომ მოგეწონათ და აქტიურად გვისმენთ. ჩვენ კი დაგემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე და მადლობა ნიკა საინტერესო ინფორმაციებისთვის. მადლობა რატის საინტერესო ჩართვა გამოგვივიდა. მადლობა დროებით.